მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი გზნობა და მოქმედება უახლოეს პერიოდში. მაშასე წარმოვთქვით მისი სახელი, ჩაიფიქროთ მხოლოდ ის და ვნახოთ, რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას მოიმოქმედებს. არ შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მაშ ასე. ამომივა და მოთამაშე. უყვარს როლებზე პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლებელია დამოკიდებული იყოს რაღაცა თამაშის ენერგიებთან ჩემო ძვირფასებო. უყვარს თამაში ზოგადად, ნახეთ ურთიერთობებში, ფლირტის დონეზე, თუნდაც ინტიმის დონეზე, აი რაღაცნაირად ძალიან აქტიურ ტიპაჟად მანახებს. თავიდან დაბადებული ადამიანი შესაძლებელია ის განმეორებით მოევლინა დღესდღეობით სამყაროს, იმიტომ რომ აქ იყო რაღაცა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები, მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, რამაც ეს ადამიანი ხელახლა მოევლინა სამყაროს. განთავისუფლება აქვს, არ ვიცი საიდან განთავისუფლდა, რისგან განთავისუფლდა, ვიღაცა დამოკიდებულებებისგან, ვიღაცა შესაძლებელია ჩაკეტილის სივრციდან არის გამოსული და განთავისუფლებული, ვიღაცა პირდაპირ მნიშვნელობით თუნდაც მაგიური ზეგავლენების არეალი. აქედან გამომდინარე რჩება ანალიზი იმის, რომ ეს ადამიანი ამ სამყაროში მეორედ დაიბადა. ძალიან დიდი ხანი იყო გაკრული თითქოს ობობის ქსელში, სადაც იყო უმოქმედო, უმოძრაო შეფერხებებით და წინააღმდეგობებით. ძალიან აქტიურია, ძალიან სექსუალურია, ძალიან უყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, თავისუფლება. თუ თავისუფლება შეუზღუდოთ ამ ადამიანს, არავითარ შემთხვევაში არ დაგემორჩილებათ. იმიტომ რომ ის არის იმპერატორი. იმპერატორი ძალიან თავისებურია, თავის წესები და კანონებით არსებობს, აქედან გამომდინარე ყველა ვარიანტში უნდა დაემორჩილოთ თქვენ მას და არა თქვენგან უნდა ხდებოდეს მისი დამორჩილება. არ დაგემორჩილებათ, არ არსებობს. დაისჯებით, დაგსჯით, მანიპულაციების თამაშით და ასე შემდეგ. პირდაპირ მნიშვნელობით არა, მაგრამ დასჯის მეთოდები აქვს განსხვავებული ამ ადამიანს. კარგი. რა არის ეს? მოდი ვნახოთ საერთოდ რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით დღეს. აი, რო შავმაკატამ გადაგირბინათ. ფიქრობს, რომ სივრცე, რომელიც მას მიაჩნდა, ეს ურთიერთობასაც მიაჩნდა, მას რაღაცა საჩუქრად, სამყაროსგან ბოძებულ საჩუქრად, თქვენ მოიტანეთ მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ცისარტყელა, თუმცა დღესდღეობით ყველაფერი ჩაკეტილია. მართლა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანზე რაღაცა გარკვეული მაგიური ზეგავლენებიც იყოს. ნახეთ, როგორ არის ბოქლომი დაკეტილი. ჩაკეტილია ეს ადამიანი. ფიქრობს, რომ ნახეთ, სამართლიანი ნაბიჯები გადადგა იმასთან დაკავშირებით, რომ დღესდღეობით მისი ცხოვრების ცვლილებების ეტაპი დგება. სხვათა შორის მართლა ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გადის და თითქოს აი წინააღმდეგობასაც უწევს ამ ტრანსფორმაციას, მაგრამ ხვდება, რომ უძლურია ამ ყველაფერთან. ამიტომ მთლიანად მიანდო სამყაროს მიანდო ეს თავისი ცხოვრებაც და თავისი ქმედებებიც. წინაპრების არეალიდან მოდის ამ ადამიანზე რაღაცა მნიშვნელოვანი ნეგატიური ზეგავლენები, სადაც ითხოვს, ნახეთ, წინაპრების გამოლოცვას, ლოცვას, გაწმენდას, ძალიან დიდი ნეგატივის მატარებელია, ოღონდ წინაპრების ხაზიდან ეს ადამიანი. და დღეს ამ ცხოვრებაში ეს ნახეთ ნაბიჯების თვალსაზრისით, პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, ფინანსების თვალსაზრისით, ფიზიკური მდგომარეობის თვალსაზრისით ისეთ ტენდენციებშია, რა ბრძოლის ენერგიებშია. სულ უწევს გაურკვევლობებში ყოფნა, დაბნეულობა, დაკარგულობა, კი ბატონო. რაღაც შეტყობინება უნდა მიიღოთ მასთან დაკავშირებით. აი რაც ვთქვით, ნახეთ ეშმაკი და ლოცვა. აუცილებლად ჭირდება ამ ადამიანს რაღაცა ენერგეტიკული თვალსაზრისით ყურადღების მიქცევა. გრძნობა რა აქვს თქვენს მიმართ, მოდი ვნახოთ. რას გრძნობს თქვენს მიმართ? სამკუთხედია და ძალიან დაკარგულია თავისივე გრძნობებში. ნახეთ როგორ დაიკარგა, ვეღარ პოულობს საკუთარ თავს. სამკუთხედი უდაოდ არსებობს. უდაოდ. ვარაფრს ეს ნიშნავს იმას, რომ მისი პირადი სივრცე, მისი პირადი ცხოვრება მოპარულია. ნახეთ, ის არ გადის რეალურად მის ცხოვრებას, რაც ბედის წელის ხაზად ეწერა, იმიტომ რომ აქ არის რაღაცები ნამუშევარი და შეუცვალეს ბედის ხაზი. ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდის. გამოვა ამ მდგომარეობიდან, ოღონდ რაღაცა გარკვეული პერიოდი აუცილებლად ჭირდება. კი, თავიდან დაბადება. ძალა მოდის. კარგით. გეგმა თუ აქვს რაიმე თქვენთან დაკავშირებით? შერიგების გეგმა აქვს.
ფიქრობს, რომ ეს კარმა ხართ თქვენ მისი რაღაცა გარკვეული კარმა, გარკვეული ვალდებულება, გარკვეული სასჯელი. გეგმა აქვს ის, რომ აუცილებლად აი ამ მდგომარეობიდან რომელშიც ახლა ხართ, უნდა განთავისუფლდეთ, ფრთები გაუშვათ, ნახეთ, აკადემიის ბაღია, ეს ნიშნავს სიმშვიდეს. რა თქმა უნდა დაბრუნება უნდა. რა თქმა უნდა დაბრუნება უნდა ურთიერთობაში. იმ ემოციების, ნახეთ, იმ სიტუაციების, იმ ურთიერთობის, რაც მას ადრე ჰქონდა თქვენთან. კარგი, რეალური ნაბიჯები რა გექნება, ეს არის საინტერესო, თორე რეალური ნაბიჯები. ნახეთ, თქვენთაგან თან მოვა როგორც მეგობრის ამპულაში, მაგრამ ეს იქნება ერთგვარი მანიპულაციებიც იმისთვის, რომ თქვენამდე მოაღწიოს. გითვალთვალებთ. გითვალთვალებთ. თავის ნამდვილ სახეს არ აჩენს, ჩემო ძვირფასებო, რაღაცა ილუზიაში გამყოფებთ და ნახეთ, რეალურად უნდა მოხდეს მისი რეალური სახის დანახვა თქვენი მხრიდან. დრო იწურება. ძალიან მალე ფიქრობს რაღაცა ნაბიჯები გადმოდგას კი ბატონო. შესაძლებელია ბევრი თქვენთაგანი სახლშიც კი მოვიდეს. თუ ქორწინებაა და ოჯახია, მაშინ გეტყვით იმას, რომ აღდგენის პერიოდი დაიწყება აუცილებლად. ნახეთ, აქ მიდის სერიოზული ბრძოლა ენერგიული, ნახეთ, ანგელი ძემან მეშმაკი და ანგელოზი ერთმანეთსებრძვიან იმისთვის, რომ არ მოხდეს ფუნდამენტური ნგრევები ამ ადამიანის ცხოვრებაში. ხალი ებრძვის ამას. ხალი ებრძვის ამ კაცს. გრძელი თმა აქვს მკერდამდე, ცოტა ოდნავ გრძელით შეიძლება მოგრძოს სახე, გრძელი ცხვირი, აწეული წარბი. აი ესეთ ვიზუალს მანახებს ხალი, რომელიც მას ებრძვის. ენერგეტიკულად, მაგიურად და ასე შემდეგ. ამ ხალის გამო არის ეს კაცი ლაბირინთში, რომ იცოდეთ. მას სჭირდება ხელახლა დაბადება იმისთვის, რომ აი ეს ემოციები, ის ვნება, ის ურთიერთობები, რაც მის ცხოვრებაში იყო, მათ შორის ოჯახი, თუ ვინმე ქორწინებაში ხართ მასთან, აღდგეს ეს ურთიერთობა, ჩემო ძვირფასებო. ბევრ თქვენთაგან თან ოჯახზე შეიძლება ვისაუბრო. ან ძალიან სტაბილურ ურთიერთობაზე, სადაც უნდა შექმნილიყო ოჯახი, ჩემო ძვირფასებო, თუმცა ნახეთ რა, როგორც მარიონეტს ისე ათამაშებს. ეს ენერგიები რაც არის ამ ადამიანზე. დაცვა ჭირდება, აუცილებლად დაცვის ენერგია ჭირდება ამ ადამიანს. ძიმე მაგიაა გამოყენებული. ვაუ. კარგი. რა შეცვლის თქვენთან ურთიერთობაში, რა შეიცვლება? ჯერჯერობით არის გამოუვალი სიტუაცია და არის გაყინული ტენდენციები. ამიტომ აი ეს ნეგატიური ენერგიების ზეგავლენები, ნახეთ, სამკუთხედი ისე. სადაც სამკუთხედია და სადაც ზეგავლენები არის, ძიავალ ეშმაკი ამოვიდა. ამ შემთხვევაში, სანამ არ მოხდება მისი განთავისუფლება ამ ენერგიებისგან, სამწუხაროდ ამ ადამიანის ნაბიჯები, ფუნდამენტური ცვლილებები ფაქტიურად წარმოუდგენელია. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ. მადლობა.